ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ჩვენ ყოველდღიურობაში. მაგრამ ChatGPT ესე მეგობრულად ვერ მოგიდგებათ, როგორც ჩვენ უდგებით ჩვენს მეგობრებს. გამომდინარე იქიდან, რომ აი მაგალითად მე ძალიან მიყვარს, როცა ჩემს მგზავრს ყველანაირ რეკომენდაციას ვაძლევ, რაც კი შემიძლია მივცე. მაგალითად, სად არის კარგი ყავა, სად არის კარგი სუში, აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან. მგონია, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. უფრო შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიმართ იმდენად დიდი ნდობა არ ქონდეს, როგორც რაღაც პროფესიონალის მიმართ, რომელიც ძალიან გეხმარება იმ მომენტში კარგ რჩევებს გაძლევს. ChatGPT-საც ძალიან კარგი რჩევები აქვს, მაგრამ ეს ცოცხალი კომუნიკაცია ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უკონკურენტოა, ძალიან მაგარია ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში, მაგრამ ხო ეს ადამიანური ურთიერთობები მაინც გონია რომ ვერ აღიქონთ. ვერა, უფრო ჩვენი რაღაცა დამხმარე რაღაცა არა მარტო ტურიზმში, არამედ სხვა ნებისმიერ, მაგრამ ზოგ რაღაცას არასწორად ამოს, მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ. ჭირდება დახვეწა. ტექნიკური თვალსაზრისით რეალურად ძალიან ვითარდება. უბრალოდ აქ არის, ანუ შენც უნდა იყო ჩართული, რა საკეთებს ის ისეც, რაც შენგან განსხვავებულია. ჯერჯერობით, ანუ ChatGPT ფასდაკლებას ვერ გაგიკეთებს. პირველ რიგში რაც ყველაზე სენსიტიურია და რაც ყველაზე მეტად დაინტერესებს. პლუს ამას ChatGPT არ არის ნამყოფი იმ ადგილებში, ანუ შეიძლება რაღაცა ვიდეოში ან ფოტოზე რაღაც ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ჩანდეს და რეალურად აი ესეთი რაღაცა იყოს მაგალითად მქონია ეგეთი შემთხვევა რომ სასტუმრო არის ფოტოებში ულამაზესია ძალიან საოცარი და ადგილზე ჩასული აღმოაჩენ რომ ანუ ეს არის რაღაცა შენობა აუზი სადაც არის ეფარება მუდმივად კედლები და არასდროს მზე არ ადგება ანუ ხა ამას ვერ შეგიცვლის